ანუ ეს პორცია, ხო? რო გამოდის. აი, ეს არის ერთი პორცია. ხედავ, მე რა გასაგებია. ისწავლე სანამ ცოცხალი ვარ. გასაგებ. მე ერთმა 100 წელი გაცოცხლა ზმაო პორციის დედა თქვა ეს არა, როარ გაჭრო, როარ გამზადებულია. რა დროის შენი სიკვდილია ზმაო ახალგაზრდა კაცი ხარ. ჯერ არ ვაპირებ. ხო, ახალგაზრდა კაცი ხარ, კაცო. ხო, რა ყენი ბიჭო. აბა. დაიცა, ღვინოც მოვიტანო მე მანამდე. მიდი და ამასაც. აბა ჩემო ჯიგრებო, გაგიმარჯოთ. აი, ისევ ნიკოლოზია ჩვენთან. ნიკოლოზი, ხო და მომწერეს სულო კაცო, ისო ვეშაპირით კაცი მოიყვანეო, ის რა ხინკალი გააკეთავ და ქაბაბი უნდა გვასწავლოს ახლა დღეს. ქაბაბი თან ბევრმა თქვა როგორ არ ჩამოვარდება და ნიკოლოზ, აბა დავიწყოთ ახლა. დავიწყოთ და შენ რო გითხრა ესე იგი ახლა რაც ყველაზე მთავარია, რის ქაბაბს ვაკეთებთ? ვაკეთებ საქონლის და ღორის ქაბაბს. ღორის ქაბაბს. კილო 250 მექნება დღეს ძროხის ხორცი, კილო 250 ღორის ხორცი, ერთ-ერთზე ურე. და აი ხორცი რო ვაჩვენოთ ჩვენ მაინც რა, ზოგს რო გონიათ, ანუ ცხიმიანი ხონია, აი ესეთი უნდა იყოს. ცოტა ოდნავ, ხო? წრელი ხორცი, კი ბატონო. და საქონლის ესეთი წლე. თავიდან ბოლომდ. კაი, წავედით, აბა. წავედით, ახლა მე შენ მოგართმევ დაფას, რო დაჭრა. აგერ დაფა ჩემო ბატონო და ხორცი გარეცხილია, მე თუ საჭიროა. კიდე გადავავლოთ. კი ბატონო. ო, რაც თავარია, არ გამომცეს ბოდიში საქმე წინ ისე ვერ წავა თუ ჩვენ აბი გლუკოზა არ მივაყოლეთ და აი სანვაინის ღვინო, ეს საუკეთესო ღვინო ერთ-ერთი ნიკოლოსთან. ნიკო, აი ნახეთ, ღვინოც არის ნიკო. და ეს დავლეთ ამ დოქით. ხო, ამითი მე უკვე ეზოში. ბეგლაროვიჩია, ჩემთვის მოდელი არის და ძალიან მაგარია და დღეს მოგვართვა სხვათა შორის ბატონმა ნიკოლოზმა. ეს არის ესეთი ძალიან კარგი ღვინო ნიკო. შეფ, ერთი ისიც ღორის ხორციც რო ვანახოთ, რომ დაახლოებით რა სტილის ღორის ხორცი უნდა წავიდეს. უფრო ესეთი ცხიმიანი. აი, უფრო ესეთი ჭრელი, კი. ჭრელი, ცხიმიანი. კი ბატონო. ანუ ქაბაბსაც ესეთი უხდება. თავისთავად. თითქოს აი ეს აზრი რო ჩაიმოიღვინთება რაღაც ზღაპარი. მოდი ნიკოლოზ, მაგას სანამ გავაგზავნებთ, აგერ შენ ღვინო. იმიტომ რომ ხო შენ კარგად რო გამოვიდეს საქმე, უნდა დალოცვა. ანუ აბი გლუკოზა. აბა გაგიმარჯოთ. ჩვენ მაყურებელს გავუმარჯოთ. ჩვენს მაყურებელს ჩვენ გაგვიმარჯოს და ყველა კაი კაცს გავუმარჯოს რა. ვინც ღვინით დალოცვის ღირსია რა. დაიხარე. უი. ესე. დანა ბრიტვა. დანაჭრის ბრიტვასავით. კი ბატონო. მე ახლა შენ ჯამს მოგართმევ. ჯამს. თავისთავად, რომ ესე იგი ჩვენ ჩავყარო და მე უნდა ჩვენ ესე გადავალოთ კიდე მაინც, და მე უნდა ჩვენ ესე გამოვატაროთ. ორჯერ. აბა ესე ხორცი დაჭერი ნიკოლოზ შენ ხა და ეხლა უნდა დავჭოთ ხახვი. მოკლედ ესე იგი ხახვი გარეცხა ნიკოლოზმა და ეხლა უნდა დავჭრათ წვრილათო რა. ეგ არის რა. რამდენად წვრილა, ძალიან წვრილად უნდა დაიჭრას. გადავაგდოთ ნაგავში. ქერქი. მე ხო გემრიელი არ იქნება სხვათა შორის. რამდენად წვრილა და აი ხა განახეთ. ანუ რა თუჩით ხაფხილით. ხო მივხვდი შენ რო თქვი, წვენი არ გაუშვას მანამდე. კი. და წყლად არ იქცეს და ესე იგი თან არ ფარს გაართხელებს იმისთვის. და წვენი არ იქნება ქაბა. წვენიც არ იქნება ქაბა. ეს ხალხი აძლევს ძირითადად გემოს. კიდე უნდა დაწვრილდეს ახლა ეს ნიკოლოზ თუ აი დავაწვრილოთ მაქსიმალურად, ამას კიდე უნდა გადავუვალოთ. უნდა კიდე ნიკოლოზმა თუ დააწვრილა ხახვი ბოლომდე, აი ეს უნდა იყოს ხო დაწვრილებული. გადავაგდოთ რაც არ ვარგა ყველაფერი. ნაგავში მოვისროლოთ. ხო, ხერქია და უკვე უხეშია, მართალია.
ანუ კულინარია ესე მაგარი რაღაცაა აქ რა ერთი რა. გონიათ რომ რაღაცა წავა, არაფერი არ წავა. ცუდი არაფერი არ მიდის რა. მე არის, ცუდი არის, უკვე უგემური. მარილი გვაქვს, სუმახი გვაქვს. ესე იგი გვინდა მარილი, სუმახი, იგივე კოწახური, წითელი ციცაკა, მთავარი, ხო? თავარია გაგება იყოს. ეგ სულ ყველაზე მთავარია. მაგრამ მე მომო ქაბაბისთვის გვინდა მეთქი სუმახი, დავტოვე წარე ციცაკა, დაღერღილი, ხო? მარილი, ეგრე იყოს. და ხახვი რა. აი მასან და ბაკუც მოცებ. ქაბაბს ხო მაგალითად კაი დიდი ძალიან მაგარი ციტრი უნდა. მაგარი ნაკვეჩხალი უნდა, ხო? ძლიერი. ძალიან ძლიერი. რო უცებ ხო. ესე იგი შეგამზადე ხორცი? კი ბატონი. ამას ახლა ამაში უფრო რამდენი შამპური გამოვა შენიაზე? 6-ზე მეტი ხო აქ? კი, 10 შამპური. 10 შამპური გამოვა. ეხლა რო ვიწყებ ჩვენ გატარებას. თავიდან ვატარებ. სუქნიასო გააცდა მაინც ხო მოინეცება ჟანსი კიდე საასა ჟანქანა გავეცე სარა მაინც გავს ხო შენ როგორ სამო ალუმინის გემოს იმასი რა აი ცოტა უნდა გადავყავე აი ხო ნასაგებია ეს ეხლა ჩვენ უნდა გამოვატაროთ ორჯერ აი ხა ეს არის პირველი გამოტარება, ხო? კი. ეხლა უნდა გავატაროთ კიდე მეორე. და ამას აი ხა სანამ რო ატარებ, მე რო უშვები აი ამას მარილს მე თუ ეხლა? არა. მე ყველაფერს მე. გასაგებია. ხელით გადავურეთ კარგად. კარგად გადავუროთ. თანაბრად რო გადაერიოთ და მე გატარების დროსაც აიდევოთ კარგად. გასაგებია. ანუ ეხლა კიდე ერთი ჯერი გადატარებს. კარგია. ის ვარი. დავარია? ცოტა ის რო. ვერ ლავესატო. კაია. კარგი გადავატარეთ აბა მეორედ. ესე იგი ჯერ ცოტა ესე იმას ვიზამთ და ეხლა ვიწყებთ მეორედ გადატარებას, ხო? ჩართეთ მაო. ესე იგი ნიკოლოს და მე მინდა ვაჩვენო კიდე ხალხს შენ რაც წეფა ამბობდი რა. აი ეს არის პირველი გადარებული ფარში ნახეთ, აი როგორია ფრაქცია, სხვილი ფრაქცია და ეს არის უკვე აი მეორედ გადარებული ფარში ნახეთ. აბსოლუტურად სხვანაირია. რომ თუ მეორედ არ გატარდა, დიდი ალბათობით ჩამოვარდება ხო შამპურიდან. აჰა, ესეც გატარდა? გატარდა. აი კი გაჩვენეთ მე მანამდე. მაგრამ აი ესეთია, ინახეთ, უფრო ეს არის რა. როგორც შეფი იძახის და სწორიც არის. თუ მეორედ არ გატარდა, აუცილებლად ჩამოვარდება რა. ეს წვრილად ხახვი, ესე იგი ესე ვამატებთ, ხო? კი. აგერ მარილი ანტრებატონო. ანტრებატონოს მარილია თუ ნიმ? არა, მარილი დაგდება, ანტრებატონოს შენ ხარ ანტრებატონო. ანტრებატონო, ა? ეხლავე ჩემო კარგო. ეს წითელი? სუმახი. რამე ისა აქ ჯობია ეს ძალიან წმინდაა. ხო. ცოტა სხვილი ფრაქცია. არა მაქვს. საერთოდ ცოტა უფრო სხვილი ფრაქცია ესე. ჯობია, აი როგორც მარა დაფქვილი. როგორც დაღერილი და კარგი არის. არის ეგეთი? ეხლა ჩვენ ვაყრით ამას. რო გადავურეთ, მე კიდე იმას ვიზავთ. მარილი? ეხლა. რატო ხარო? არ მეთქი მარილი სუმახი მოვაყარო კიდე რა. სუმახი. ესე იგი შენ ამბობ რომ აქედან გამოვა დაახლოებით 10 შამპური. თავისუფლად. ესეც რო დაუანგარიშოთ, მაინც ხალხს მაინტერესებს ხოლმე რა, რომ ესე იგი ჩვენ გადავიხადეთ ზუსტად გეტყვი კილოვრას ხორცში საქონელში გადავიხადეთ 40 ლარი და ღორში გადავიხადეთ 20 სადღაც 60 ლარის ხორცია. მე ესე რაღაცები კიდევ ვავიღოთ ცოტა ისა. ჩაყარე თუ არა იმაშია ქვეჯამში, ან თუ ზედმეტია. ჩაყარე. შეიძლება არ არის ზედმეტი. აი ჯამს დაგიჭერთ, არ როიოლად მოურიო. ხო გავაგზელებ საუბარს 60 ლარის არის ეს ანუ ყველაფრიანად აქეთ ლავაში ხახვი რაღაცა 70 ლარი რა მაქსიმუმ რა თავის შეშიან ყველაფრიანად ესე გამოდის რომ ერთი კაბაბი ოჯახის პირობებში საუკეთესო 7 ლარი როცა რესტორანში 25 ლარი არის რა აი 7 ლარიც ეს არის რა მაქსიმუმია რა მაქსიმუმი შეიძლება 6 კი ბატონო ანუ სუმახი ბევრი უნდა როგორც ჭირს всё ძანაც არ უნდა არ უნდა მეცხრა ზარაც ესე.
ნუ ხო. რა გამოვა, ჯერ სად არის. ხო და რა არის, აი იმაზე წინასეც ვამბობდი რა, ეხლა 7 ლარი რო გიждდება და 25-ად რო ყიდი. კაი, მაინც გააკეთეს ხო კი, მაგრამ ზომაც ეს რომ მეტი არა კვალიტეტი. მეტიცა. ანუ 10 შამპურს ამბობ დიდი. კი ბატონო, რაც ჩვენ იმაზე ვთქვით, რა ქვია ზომა. ზომაზეც. 400 გრამი, 380, 400 გრამი შამპური და იქ არის 200 გრამი. 200. ესე იგი პრაქტიკულად ხო, გიждდება 50 ლარი რა. კი ბატონო. ხო, მაგას არ ვიმაჯდო დავოფხოლმე მაგაზე, მე რატო იცი რომ ვიღაცისთვის ბევრია, ვიღაცას ცოტა. დავარი ეგ კარგი უნდა იყოს. აი კარგი რო არ არის, ეგ არის ყველაზე გოთვერნობა და აბატიეთ. მამა ძაღლობა. კოცემის პროცესი. ცემა. ეხლა ნიკოლოზ ეს ცოტა ცემა და მე მაცივარში, ხო? 2 საათი? კი, 2 საათი დაახლოებით. 2 საათი. თან ისე რომ კარგად უნდა აციებდეს მაცივარი. აბა ეხლა თუ გამართული არის? ხო, არა, გამართული არა. აი ხო არის ზოგი მაცივარი, თავის თავს რო აციებს ხოლმე, ხო იცი, ვინახე რა ეგეც შემოგვიდგა. აჰა. შო, წავედით ეხლა ეგ 2 საათი. ამას ეხლა პარკი გადავაკრათ. კი ბატონო, პარკი გვაქვს, გადავაკრავთ და 2 საათი გავუშვით მაცივარში. მაგას მე მოვაგვარებ ყველაფერს ბატონო ნიკოლოზ. სანადლის საქმე დაგავალეთ. კი ბატონო, მე მოვაგვარებ მანამდე. მე წავიდეთ ნელ-ნელა ცეცხლით დავანთოთ, ესეც 2 საათი გავა და შეუბეროთ. აი ამედის კაი გამოგვივიდა ნიკოლოზ, წკინვალე. მაგარი. წკინვალე და ოღონდ ცოტა 3 საათი გვედო მაცივარში, ეს რა ქვია, ხარში. შეიძლება 4-იც ვიდოს, 5-იც პირიქით უკეთეს. უკეთე არ არის ხო, 2 საათი ეს არის მინიმუმი და ესე 3-4 საათიც ცუდი არ არის და ეხლა განახეთ რომ უნდა აიცვა შამპურზე და დანარჩენს ყველაფერს აგერ არის, კაცი. აბა, წავედით. ეს ცემა ჩვენ ხო ქონდა ამას ერთი ცემა და ეხლა მეორე ცემაც უნდა? ხო, ეხლა მაცივარში ხო გედო და კიდე ხო უნდა გადაურიოთ და. ხო, ანუ ერთი პატარა ცემა, მოდი მე დაგიჭა შენ ცემე თუ გინდა. ისევ ცემო ესა რომ. თორე მაგიდა ეს საშენო მაგიდა არ არის, შენი ჯანისთვის არ არის გაწოლილი. ეს რაღაც ესეთი პატარა მაგიდა, ხო იცი? ანუ ჟანგვადიდან მათავისუფლებთ რა. კი. ეგ ამბავია. რაღაცაზე გაბრაზდნენ ლადოს ძაღლები, მინდა გითხრათ ჩემო საყვარლებო, ახალი არხი გავხსენით მუსიკის. ხო იცით, არაფერი ისე არ უხდება კაი პორმარელს, როგორც სიმღერა, ყველა საავტოროა აბსოლუტურად. ოღონდ ისეთი, ნუ საავტორო რა გაგებით. ყველა ტექსტი საავტოროა და დანარჩენში ახლა პატარა ხელოვნური ინტელექტის დახმარება კი არის, მაგრამ ასე რომ ქვემოთ კომენტარში დავდებ მე ამას. მოს და უყურეთ, აბა მოусმინეთ და ერთი შეფასებები ქაბაბთან ერთად იმასაც მიეცით. ვა, მოხვედი ჯიგარო, როგორც ყოველთვის მოვიდა. შენ დაჯექი შენ ნუ მიდიხარ იქჯერ. ხო იცი რომ შეგხვდება რა, ხო. ხო იცი რომ შეგხვდება ჯიგარო. არ დაგტოვებთ ის. აი, ნახე როგორ აშენდეს. მეტი ხორცი ხوار მოვიდა. აღაცლი, რაც არის. ზუსტად ის ხوار აქვს ჩვენ. ხო, იმიტომ სასორი რომ თვითონ შამპური ძალიან დიდი არ არის და. ეს ხო იცი მე როგორ უნახნა. აბა როგორ ხდება? აი მას უა გააკეთე. ხო. ეხლა დამუშავებ, უნდა გავყოთ. აი ეს ხელს მოუჭერთ. ხო. თან დაგაჭაც აღარ უნდა მე. ხო, ესე იგი შუაში და პორცია. ანუ გამოდის 2 პორცია. ეხლა ეს არის რესტორნის 4 პორცია მოდი ვთქვა რაღაცა. კი, ხო, ეგრეა ნავდად რა. ესე ესეთი. რა? ბატონო, ანტრე ბატონო, ჩვენი კაბაბებიც. მოხანო, აი ეს. ჭკვიანი ხარ შენ, ჯენ მაგარი ჭკვიანი. კიდე. მოკლედ ესე იგი ბატონმა ნიკოლოზმა გითხრა ასეთი რაღაც რომ თუ გვაქვს წალამი ხო? საშუალება წალმის თუ არის. წალმის და მოიტანა კიდეც. აი ესე გავაკეთოთო რომ ბოლოსო გავშალოთო ცოტა. და წალამი მოვაყაროთო. ცა აი წალამს წამით, აბა ნიკოლოზ ბოდიში. მოდამ ბატონო. აი ესე წალამი აძლევს არომატს. თავისებურ არომატს. ნახე ახლა რა შიშხინდება. და მარტო არომატსაც არ არის, ხო? სიმხურვალესაც თავზე მაგარს აძლევს. კი, უცბად რო. აი წამოიღო უკვე. ნუ წალამი მაინც წალამია რა.
შამპური 5 გვაქვს? კი, შამპური 5 გვაქვს. კი. გვაქვს კიდე სხვანაირი შამპურებიც, მაგრამ მოდი 5 ავუშვათ. აი რაც ჩვენ ახლა გვეყოფა და ის 1 3 4 დავტოვოთ მე კიდე ბიჭებისთვის რა, რომ შემოგვერთდებიან. დაფაზე ხო ეტევა? თუ რამე პრობლემა? კი, არა, გავწევ. გუზგუზდა. სხვათა შორის ამდენი წალამია ნიკოლოს საქართველოში, ხო? კი. ხო და ერთ პატარა შეკრებს ყიდიან 5 ლარში, 6 ლარში. არა და იქ ხალხმა რა უყოს არ იცის ხოლმე დიდი ვენახები. იხვეწებიან. აქ კიდე ადგილზე შეხვალ კაცო და ეხლა ის თან ხო იცი შენ რაც არის? იმით მწვაც ვერ შეწვალ. ერთ 5 წელი თუ არ იყიდე, მწვაც ვერ შეწვალ. 30 ლარის წალამი თუ არ იყიდე. ხო და იქ ხალხი იხვეწება მართლა რომ მოგვაშორეთო და აქ კიდე ესეთი ფასებიც რა. აბა მზათა ვართ უკვე? კი ბატონო. ვერატე, მოდი. კი. ესეც გადმოვდოთ ესე. რამდენზე ამოვწევთ ბატონო ნიკა? აი, რამდენზეც ვწევთ ხოლმე. კაბობის მაგივრად მე მგონი მე. ვარაქიანი შამპურებია, ჰა? კაბობის მაგივრად მე შევიწვევი მე მგონი. ბატონო ნიკოლოს, სანამ ახლა შენ შამპურებს დადებ? კი ბატონო. მე მოგარწმუნებ. უნდა დავდოთ უკვე და მე დავდეთ ლავაში რამე ყველაფერს მოვიტან ჭიქა. კი, მოვიტან და ერთად. იმიტომ რომ კაბაბი ვიცი რომ მალევე იწვება ძალიან. კი. ხო, რა გამოვა ბიჭო. ეგ არის თვალი არ ეცეს. ოპაპა. პაპა. აგერ ნიკოლოს ბატონო, ეს ჩვენი თასები. ეს აგერ კაბაბისთვის გამზადებული, ეს ლავაშები. ეხლა მოვიტან საწებელს, მაიკოს გაკეთებულს. ხო, ბიჭო. ისიც იბრაწება ნელა. ესეც კაბაბის ამბავია რა. აბა მოდი, გადმოვიღოთ. ყველა ჩაგვივარდა ბატონო ბაჩიკო რა. ანუ ეს პორცია, ხო? რო გამოდის. აი, ეს არის ერთი პორცია. კიდევ, მე რა გასაგებია. ისწავლე სანამ ცოცხალი ვარ. გასაგები. მე ერთმა 100 წელი გაცოცხლა ზმაო პორციის დედაც ვატე. არა, რო არ გაჭრო, რო არ გამზადებულია. რა დროის შენი სიკვდილია ზმაო ახალგაზრდა კაცი ხარ. ჯერ არ ვაპირებ. ხო, ახალგაზრდა კაცი ხარ, კაცო. ხო, ჭენი ბიჭო. აბა. დაიცა, ღვინოც მოვიტანო მე მანამდე. მიდი და ამასაც მიდი შემოგევლე, ესეც ჩვენი ღვინოი. აუ რა კაბაბია, ბიჭო, წვენი ნახე, ხელებზე. ესეც ჩვენი ღვინოი, მიდი. მიდი ბარგო მეგეც დაუშვათ. დაასხი. დავასხათ უკვე, დაასხი, დამისხი, დამალევინე. სიმღერაზე გამახსენდა კიდე ერთხელ შემოჯიგრებო ახალი საკეიფო, კაი, არა მარტო საკეიფო, არხი გავხსენით, სიმღერები, საკეიფო, სულ საავტორო, ცოტას ვიხმართ იმას, რა ქვია რა. აბა, აგერ ბიძია, აგერ იგისა. კიდევ გავუმარჯოს ჩვენ მაყურებელს. ჯუჯურას გავუმარჯოს, მაო. ჩვენ გაგვიმარჯოს, მაგრად ვიყოთ, აბა ვინც გვიყურებ და ეს იყო კაბაბი რა ძმაო, ეს იყო კაბაბი. ხო, ახლა ძალიან იოლიკად ჭიგა დაჯექი შენმან, დაჯექი და გაჭმევ. ახლა თათიული გასაკეთებელი არ არის, მაგრამ ზატო ღირს. ნახე, ეს არის ის რაც უნდა იყოს. აბა გავუმარჯოს და გაგვიმარჯოს. მოდი ახლა კაბაბიც მივაყოლოთ. აგერ ძმაო. ლავაში. აგერ ძმაო. ცოტა ცხელი კია. აუ, ცხელი ცივი რატო არ გა? აი აგერ ესე უნდა, აი, ესე ჩემო.
ნიკოლოზ ეს მე შეუკეცე უკან ყურე შეუკეცოთ. კი, ვიცი ეგ ამბავი, ვიცი, ჩემო ნიკოლოზ. თავარია ქაბაბი იყოს, თორე ჭამა. ხო და რა თავარია, არ დამოვიწყდეს ერთ პატარა ნატეხი მაინც უნდა მოვუტეხო, თორე არ გამოვა ისე. დაჯე, კულტურულად გველოდებოდა. აგერ არის ჩიკა. დაჯე. კულტურულად გველოდებოდა ამდენი ხანი. შეუკეცაო და გამოვიწყდა. აი ახლა შეუკეცა. აუ რა არის კაია. აბა ჩემო კარგებო. დაჯე. არ დაიზაროთ მოწონება. გამოწერა და რა თავარია დაწერეთ მომავალში რა გაინტერესებთ, რა გავაკეთოთ. წვადი, თევზი, ხაში, რამე აქეთ იქით. და როგორც ყოველთვის ხმალი თქვენ და ეს არის ანდრე ბატონო ჩემი. ჩვენ მაყურებელს გავუკეთოთ რულეტი ასატნის გავუკეთოთ აუცილებლად, მაგრამ ჯერ თვითონ ვკითხოთ რა უნდა. აბა მაგრად ჭიგრებთ.